გრძელდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი, ჩვენ ასევე ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთის სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ყირგიზეთის მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით და ეს ქმნის რა თქმა უნდა ახალ შეასრულებებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის და ვესწრებით მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი. შუა დერეფანზე ისაუბრეთ შეხვედრების დროსაც, რამდენად მნიშვნელოვანია თავად ყირგიზეთისთვის, რომ საქართველოს სტრატეგიული როლი იყოს გამოდე. ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობით კუთხით კავშირების გაძლიერება და რა თქმა უნდა, ამას აქვს მარტივი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთისთვის არის მნიშვნელოვანი ბუნებრივია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ანალოგიურად ჩვენთვისაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება.